მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ოქროპირიძე, ილიანის ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თემა, რომელიც ჩემს სამაგისტრო ნაშრომში განვიხილეთ. ჩემი ხელმძღვანელი იყო ბატონი გიორგი მელაძე და თემა შეეხება ქართულ საფინანსო ტერმინოლოგიის პრობლემებს. ჩემი პირველი პროფესია იყო სწორედ ფინანსები, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში დავასრულე ბაკალავრიატი და ამდენად ეს თემა საინტერესო იყო საკვლევად უკვე ტერმინოლოგიის მხრივ. მოგეხსენებათ, რომ ფინანსები არის აქტიური სფერო, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან ბევრი სიახლე ჩნდება ფინანსურ ბაზრებზე, იგივე კრიპტოვალუტა, რაც ერთ-ერთი მოხსენების თემაც იყო, ხო, გარკვეულწილად. ამიტომ გვაინტერესებდა თუ აი რა ტერმინები ამ დარგში ახლა, რა ტერმინები იყო ადრე და ზოგადად როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ქართულ ენაში და კიდევ აი ენის ნორმირების მხრივაც შევხედეთ კონკრეტულ დარგში. ტერმინოლოგიური პრობლემატიკა საერთოდ საქართველოში ახალი არ არის, ამაზე დღესაც რამდენიმე მოხსენება იყო და ზოგადად როცა ნაშრომებს გავეცანი ჩვენ უშუალოდ ჟურნალებში დაწერილი სტატიები ამ ტერმინოლოგიურ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. უპირატესი ეს იყო, რასაც ძალიან ბევრი ავტორი მოიხსენებდა ნორმირების სისტემის მოშლა. ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ნორმირების სისტემა ქართულ ტერმინოლოგიაში მოიშალა მთლიანად. დარგობრივი ტერმინოლოგია განვითარება დაქვეით და ის ალბათ თინამაც ახსენა, რომ ძალიან ბევრი ტერმინოლოგიური ლექსიკონი შეიქმნა გასულ საუკუნეში, მაგრამ ეს გზა გაჩერდა და მას გაგრძელება უკვე დიდად აღარ მოხდა ძალიან ისეთი გამონაკლისების გარდა. ასევე მომძლავრდა უცხო ენების გავლენა, ადრე თუ რუსულის გავლენას ასე ვთქვათ, კიდევ აკავებდნენ ის ტერმინოლოგიები, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ, დღეს უკვე ეს მიშვებული ასე ვთქვათ, სხვა სიტყვებით და რუსულთან ერთად ინგლისურის გავლენაც მოძლიერდა. რუსულის გავლენა არ გამქრალა, ჩვენ აქ ძალიან ბევრი ტერმინი დავადასტურეთ, რომ რუსულის გავლენა ჩვეულებრივ იგივენაირად არის, შეგვიძლია თანაბარ დონეზეც კი დავაყენოთ ზოგ შემთხვევაში ინგლისური და რუსული. ასევე პრობლემად ჩანდა სინონიმის საკითხი და ეს ტერმინოლოგიური სიჭრელე, არასწორად შერჩეული ტერმინოლოგია და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი ტერმინზე საუბრობდნენ სხვადასხვა ავტორები სხვა დარგებში და ჩვენ გვაინტერესებდა ეს პრობლემები ფინანსების დარგებში თუ იყო. მეთოდოლოგიას რაც შეეხება, ჩვენი კვლევა დავაფუძნეთ ჩვენს პარალელურ კორპუსში არსებულ ტექსტებზე. ეს არის ინგლისურ-ქართული პარალელური თარგმნილი ტექსტები, რომლებიც ჩამოვტვირთეთ და ავტვირთეთ ასეთ ძალიან კარგ ტერმინების ამოცნო პროგრამაში, სინქროტერმში, რომელმაც რამდენიმე ასეული ტერმინი ამოიცნო და აქედან ავარჩიეთ გაფილტვის შემდეგ დაახლოებით 200-მდე ტერმინი ინგლისურ-ქართული. ასევე ჩვენ შევხვდა საფინანსო ტერმინების ლექსიკონები ინგლისურ-ქართული, სახელები აქ მითითებულია, ერთი უახლესია შედარებით ფინანსური ტერმინთა ლექსიკონი, მეორე არის საბუღალტრო და ფინანსური ტერმინების ლექსიკონი. აქედანაც ამოვიღეთ დაახლოებით 300 ტერმინი და საბოლოო ჯამში 500 ტერმინის ბაზაზე გავაანალიზეთ. ქართულში ეს ფინანსური ტერმინები გვაქვს როგორც საერთო ენის სიტყვებიდან გადმოტანილი, იგივე ცვეთა, საქონელი, ნაკადი, ეს ჩვეულებრივი საუბრო ენის სიტყვებია და იქიდან ავიღეთ და მივანიჭეთ ჩვენ რაღაც ტერმინოლოგიური მნიშვნელობები. გვაქვს აფიქსაცია, როგორც ქართული, ისე უცხოური აფიქსები, გასანდოება და განაკვეთი ეს ქართული აფიქსაციით არის წარმოებული, დივერსიფიკაცია უკვე ნასესხებია ზოგში შეიძლება ასეც ჩავთვალოთ, მაგრამ ეს უცხოური ტერმინების, ეს უცხოური აფიქსებიც ძალიან აქტიურად გამოიყენება იგივე ფინანსების დარგშიც. და ყველაზე საინტერესო ნაწილი ეს არის პირდაპირ შესხება. ჩვენ როგორც გავაანალიზეთ ასე ჩანს რეალურად, რომ ძირითადი ტერმინები, რაც ამომავალი ტერმინებია ნებისმიერ რუსული ფინანსების დარგში, შემოსულია რუსული ენის გავლენით, იმიტომ რომ რუსული ენის გავლენა ფინანსებზე ეს რუსეთის იმპერიიდან დაიწყო, რომელიც საბაზრო ეკონომიკა იყო ბოლო პერიოდში, სანამ საბჭოთა რუსეთი იქნებოდა და აი ამ პერიოდშია შემოსული ისეთი სიტყვები, როგორც არის აი აქცია მაგალითად. ჯერ კიდევ ივერიაში წერია ესეთი სიტყვები, ესეთი ტერმინები. ინგლისურიდან შემოტანილი ტერმინები ძირითადად გვაქვს უფრო ახალ დროში, იგივე აუთსორსინგი,
გვაქვს მთლიანად ნასესხები ტერმინები, ოღონდ ეს მონეტარული ბაზა მაგალითად. მონეტაც და ბაზაც ჩვენ ენაში მანამდე არსებობდა და როდესაც უკვე ინგლისურადაც და რუსულადაც ეს ორივე სიტყვაა გამოყენებული, ქართული ტერმინების შემთხვევაშიც ეს პრაქტიკა გაზიარებულია და ორივე სიტყვა ვისესხეთ ისევ. უკვე ახალი მნიშვნელობით. გვაქვს ხო იგივე ინტერესთა კონფლიქტიც ამ კატეგორიაში გადის და არის ისეთი ტერმინები, რომლებიც ერთი რუსულიდან გვაქვს ნასესხები, ერთი ვარიანტი, მეორე ინგლისურიდან, ფრანშიზი და ფრენჩაიზი. ფრენჩაიზი ინგლისურიდან შემოვიდა ბოლო დროს, ფრანშიზი უფრო ადრე შემოვიდა რუსულიდან, ოღონდ ფრანგული ტერმინია თვითონ, ფრანგულიდან შევიდა რუსულში და რუსულიდან ქართულში. ტერმინის შემოქმედების პრინციპები კიდევ ეს ცალკე ეს არის თარგმნითი ნასესხობები, როცა ეს მივყვებით და თარგმნით ითაოთ ამ სიტყვებს და ვადგენთ უკვე ქართულ ტერმინებს, ეს ინგლისური ტერმინები სხვათა შორის ცდილობდნენ, რომ მაინც და მაინც ეს ინგლისური ნაკლებად გამოიყენებინათ, აი ბოლო ლექსიკონის რაც ვნახეთ, უფრო ანიჭებენ ამ თარგმანს უპირატესობას და ეს დადებით მიმართულებად ვიმიჩნიეთ. და გვაქვს უკვე ფაქტობრივად რუსულიდან ნასესხები ტერმინები. ეს ნომინალური ღირებულება ახალია შედარებით, ეს ადრე ეს გაგება საერთოდ არ არსებობდა ეკონომიკაში, იგივე საკრედიტო პორტფელი და თუ დააკვირდებით, რუსულის პირდაპირ თარგმანია ქართული და არა ინგლისურის, ამიტომ ეს რუსული ენის გავლენა ჩვენ რაღაც საბჭოთა გავლენა და არ უნდა აღვიქვათ, ეს დღესაც ჩვეულებრივ აქტიურია და როცა ითარგმნება რაღაც ალბათ ლიტერატურა თუ შეკრულება თუ ანუ არ ვიცი ეს ტერმინები რეალურად არსებობს. ეს ტერმინები სხვათა შორის სახელმძღვანელოებშია დადასტურებული. შეიძლება თვითონ ავტორები რუსულიდან თარგმნიან და ამას იყენებენ. ფაქტია რომ ეს რუსულის გავლენა არსად გამქრალა და დღესაც არსებობს. გვაქვს კიდევ ესეთი ცოტა უცნაური შემთხვევებიც. არა უცნაური არ არის, ამაზე სხვა მაც ისაუბრეს. უბრალოდ ცოტა ჩვენთვის შეიძლება ცოტა მიუღებელია, აი ჰეჯირება მაგალითად და რასაც ქალბატონ თინა საუბრობდა რაღაცა ხატი რომ დავინახოთ ტერმინში და ამ ხატის მიხედვით ჩვენ რაღაცა ქართული შევქმნათ. ჰეჯ ინგლისურად ზნარს ღობის შემოვლება, შემოღობას ნიშნავს. ფინანსებშიც ეს მნიშვნელობა აქვს რეალურად, რომ დავიცვათ ჩვენი რისკებისგან. იყოს დაცული ეს ჩვენი კონკრეტული ინვესტიცია. თუმცა ჩვენ ავირჩიეთ ეს უფრო გამარტივებული გზა პირდაპირ შესაძლოა ჰეჯირებას, იგივე ლევერიჯი, რომელიც ახალ ლექსიკონში ბერკეტის მოქმედებად ეს ახალ ლექსიკონში ნათარგმნი იყო ბერკეტი იყო გამოყენებული თუ სწორად მახსოვს მის ქართულ შესატყვისად, თუმცა ძველ ლიტერატურაში ლევერიჯი, მე რო ვისწავლე უნივერსიტეტში მაგალითად სახელმძღვანელობი, იქ ლევერიჯი ვისწავლე, ანუ ეს ბერკეტი უფრო ახალ ლექსიკონში დავაფიქსირე და ეს დაგვიხარდა რომ რაღაც ცოტა უკეთესი როგორ ვთქვათ, ეს პრაქტიკა ამ თანამედროვე პერიოდში უფრო აქტიურია. და ეს ჩანაცვლების პრაქტიკაც, იგივე სვოპი, რომელიც მე პირადად სვოპათმაც ნასწავლი გადაცვლა არის გამოყენებული ახალ ლექსიკონში, ანგელოზი ინვესტორის ნაცვლად ფარველი ინვესტორი, რომელიც უფრო მეტად გასაგებია ქართულში, ტერმინის სიცხადე უფრო მაღალია, იგივე call option-ი, მე call option-ი მაქვს ნასწავლი, მაგრამ ახლა გამოსყიდის უფლებად არის ნათარგმნი, რაც დადებითად შევაფასეთ სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში. თვითონ სამართლებრივ ტერმინოლოგიის პრობლემებში უპირატესი პრობლემა ეს არის არასწორად შედგენილი ტერმინები. პირველ ვარიანტად გამოვყავით კომპოზიტების ცალ-ცალკე წერა. აქ ეს მარტო ფინანსებს არ ეხება, აი ბლოკჩეინ ტექნოლოგია, მეზენინი დაფინანსება. ასეთი ტერმინები ქართული ენის ნორმებით ესენი ერთად იწერება წესით. უბრალოდ არანაირად არ ჯდება ლოგიკაში, რომ ბლოკჩეინ ყველა ნიშნების გარეშე ცალკე გავიტანოთ სიტყვად. იგივე აქ ატრიბუტული ხმარებაც არ გამოდის, იმიტომ ატრიბუტული ხმარება მაინც სახელოვანი უნარში უნდა იჯდეს და აქ არის. არის ტრანსლაციის წესების დაუცველობა, ხო, ეს დემპინგი წესი, დამპინგი უნდა იყოს, დოუ ჯონსი, დაუ ჯოუნზი უნდა იყოს, ტრასტი უნდა იყოს წესით, მაგრამ ასეა დამკვიდრებული, ასე წერენ. და ეს კი ის ტრასტის დიდი ხანი ასე იწერება. არის არასაჭირო ნასესხობები ერთ-ერთ მოხსენებაში იყო სწორედ რომ ინგლისური სიტყვების რომ წერენ უკვე არა ასოებით ქართული ასოება, არამედ პირდაპირ ინგლისური ასოებით ეს agile ტრანსფორმაცია მაგალითად, ხო? პირდაპირ ინგლისური სიტყვებით წერენ. იგივე რისკების მიტიგაცია.
რომელიც მიტიგაცია არის, რას გეუბნებათ არ ვიცი. ან რიტეილი, რომელსაც შეიძლება საცალო შეესაბამება ქართულად, მაგრამ აქტიურად რიტეილ ყველანაირ ვარიანტში რიტეილს ხმარობენ. კი, და არის კიდევ ეს აცდენა, ისეთ ტერმინებს იღებენ უცხოენიდან, რომელიც საერთოდ ქართულში არანაირ ბმას არ გვაძლევს რეალურად იმ ცნებასთან, რასაც ის აღნიშნავს, ეს რისკების აპეტიტი მაგალითად. რეალურად ეს არის მისაღები დონე. რისკების ის დონე, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, რომ გავიღოთ რაღაცა ინვესტიციაში დავუშვათ, ხო? და აპეტიტი რაღაცა მადასთან კავშირი აქვს, ცოტა ისეთია, უცნაურია. ან კონტრიბუცია ძალიან მომძლავრდა ამ ბოლო პერიოდში წვლილის და ანგარიშწორების მნიშვნელობითაც გამოიყენება ინგლისურში contribution, მაგრამ ქართულში ყველანაირად კონტრიბუციას ხმარობენ. ეს ცოტა უცნაურია და ჩვენი აზრით ტერმინოლოგიური პრობლემაა. გვაქვს პარალელური ფორმების ძალიან სიჭრელე, პერპეტუიტეტი, ეს დისკონტირებული სამი ვარიანტი, იგივე ერთ სახელმძღვანელოში შეიძლება ორი ვარიანტი შეგხვდეს. სხვადასხვა სახელმძღვანელოში სხვადასხვა ვარიანტები და ასე შემდეგ. ლიკვიდობა, ლიკვიდურობა და კიდევ სხვა. მოკლედ, აქაც ჩვენ იქ სამაგისტრო ნაშრომში ეს დეტალურად გვაქვს თითოეული ტერმინი გავლილი და თავაზობთ უფრო სწორი ფორმები რომლებია და თვითონ ეს სისტემურობა არის აქვს უდიდესი მნიშვნელობა სისტემურობას, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტერმინოლოგიაზე, აქ უნდა მივიდეთ სისტემური მიდგომით, იგივე მაწარმოებლების გამოყენება ერთნაირის დაკავშირებული ტერმინების მსგავსი ტიპის წარმოება და ასე შემდეგ, რომ ჩვენ არ გქონდეს რაღაცა ტერმინოლოგიური რაღაც აჯაფსანდალი თუ დომხალი რა უნდა დავარქოთ ამას, ძალიან დიდი სიჭრელი. და აბრევიატურების ნაკლებობა, ქართულში აბრევიატურები არა გვაქვს, ძალიან იშვიათად ვიყენებთ ინგლისურისგან და რუსულისგან განსხვავებით და ამის გამოა რომ ევროკავშირშიც კი ქართულად EU-ი წერენ ხოლმე შემოკლებით, ქართული არ გვაქვს. და აღარ ვეხებთ უკვე ფინანსურ ტერმინებს, იმიტომ რომ უამრავი ტერმინი იწერება აბრევიატურებით და ქართული შესაძლებლობები არ გვაქვს, ვიყენებთ უკვე ინგლისურ აბრევიატურებს. ჩემი მოხსენება უფრო ფართო იყო, მაგრამ აქ დღეისათვის წარმოადგენენ უკვე უფრო უშუალოდ პრობლემატიკის ნაწილი, თორემ იქ სხვა მიმართულებებსაც შევეხეთ, იგივე ნორმირების საკითხებს, ტერმინოლოგიის, ზოგადად ენის ნორმირების გამოცდილების სხვადასხვა ქვეყანაში და ასე შემდეგ, თუმცა ეს უკვე ცოტა ისეთი ვრცელი თემაა და დღეისათვის შევამოკლე შედარებით.